de l'Union européenne, c'est clair. ვფიქრობ, გაფართოების პროცესი ევროკავშირის მხრიდან დობის გამტკიცება საჭიროებს, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებში. მესმის, რომ 10 და 20 წლიანი ლოდინის შემდეგ მათი ნდობა შესუსტებულია. ასე რომ ჩემი ვიზიტის მიზანი სწორედ ამ რწმენის გამტკიცებაა და იმის თქმა, რომ დიახ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირი ნამდვილად ერთგულია გაფართოების იდეის. ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმების გატარების პროცესის დასრულებაც. გასულ კვირას ჩვენ ევროპული კავშირისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის შუმანის დეკლარაციის 75 იუბილე აღვნიშნეთ. სწორედ ისტორიული ჭრილობების დაძლევის სურვილი გახდა ის, რამაც რეალურად შექმნა ევროკავშირი. Je comprends très bien le pont que vous construisez. ძალიან კარგად მესმის იმ ხიდის მნიშვნელობის, რომელიც შუმანის დეკლარაციასა და გაფართოებას შორის გადის. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მქონე ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის, სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს პუტინის მიერ ორგანიზებულ აღლუმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად ჩავიდა. ეს ხომ არ მიგანიშნეთ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის? Est-ce que ce n'est pas un signal pour vous de quelque chose qui ne va pas? სამი კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მესაუბრა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და პრეზიდენტ ვუჩიჩთან. აშკარაა მისი ერთგულება ახალი მთავრობის ფორმირების და სამი აუცილებელი რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით. ეს ეხება პირველ რიგში საარჩევნო კანონმდებლობას, მეორე პრესის თავისუფლებასა და ასევე კორუფციასთან ბრძოლას. არსებობს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც მთელი ევროპის, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შეგვიძლია განვახორციელოთ. de toute l'Europe et notamment aussi des pays des Balkans occidentaux. On a l'impression de ნებისმიერ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ამ პროცესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით აჩქარებს, რადგან არსებობენ გარე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში საკუთარი მარიონეტების დამკვიდრებას ცდილობენ. Dans cette région. L'invasion de l'Ukraine par რუსეთის აგრესიამ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესი დააჩქარა, თუმცა არ იქნება სამართლიანი, რომ მათ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკან ჩამოიტოვონ. ეს მათ აიძულებს უფრო სწრაფად იმოქმედონ. par l'Ukraine et la Moldavie. Et ça les pousse